თავი მე-14. ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ღონეს ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ იგი მზაკრულად და მოეკლათ. რადგან ამბობდნენ, ოღონდ დღესასწაულზე არა, რათა ხალხი არ აღშფოთდესო. როცა იესო ბეთანიაში იყო სიმონ კეთროვნის სახლში და სუფრას უჯდა, მოვიდა დედაკაცი, რომელსაც ალებასტრონით ჰქონდა სუფთან ელსაცხებელი, ძვირად ღირებული ნარდისა. გატეხა მან ალებასტრონი და თავზე მოასხა მას. ზოგიერთნი აღშფოთდნენ და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ასე რად გაიფლანგა ნელსაცხებელიო? ხომ შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა 300 დინარზე მეტად და ღარიბებისათვის დარიგებაო? ასე კიცხავდნენ მას. ხოლო იესომ უთხრა მათ, მოეშვით მაგას, რატომ არ ცხვენთ? მაგან ხომ სიკეთე მიყო. ნედან ღარიბნი მუდამ თქვენთან აკავთ და თუ კი მოისურვებთ, შეგიძლიათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით. მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. წინასწარს ხო ჩემს ხელს დასამარხავად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სადაც კი იქადაგებენ სახარებას მთელ წუთის სოფელში, იტყვიან, რაც მან გააკეთა, მისივე მოსაგონებლად. იუდა ისკარიოტელი, ერთი იმ 12-თაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან, რათა გაეცა იგი. მათ კი რომ მოისმინეს, გაიხარეს და აღუთქვეს მას ვერცხლის მიცემა. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი. უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს წირავდნენ, მისმა მოწაფეებმა უთხრეს მას, სად გინდა რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? გაგზავნა ორი თავისი მოწაფეთაგანი და უთხრა მათ, წადით ქალაქში და შემოგეყრებათ კაცი, რომელსაც გოგით წყალი მოაქვს. გაჰყევით მას. სადაც შევა უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარმა თქვა, სად არის ჩემი სასტუმრო ოთახი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს, ის გიჩვენებთ ზემოთვალს, მოფარდაგებულსა და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. გამოვიდნენ მისი მოწაფეები, შევიდნენ ქალაქში და იპოვეს, როგორც მან უთხრა და მოამზადეს პასექი. რომოს აღამოვდა 12-თან ერთად მოვიდა იგი. როცა დასხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. ისინი განაღვლიანდნენ და კითხეს სათითაოდ, მე ხომ არა ვარ, ხოლო მან მიიღო პასუხად. ერთი 12-თაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჯამში ხელს ამოაძებს. თუმცა კაცისძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა, აიღეთ და ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ და იქედან შესვა ყველამ. უთხრა მათ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მეც აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვამ ახალს ღვთის სასუფეველში. იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. უთხრა მათ იესომ, თქვენ ყველანი ცდუნდებით, ვინაიდან დაწერილია, დავცემ წყემს და გაიფანტებიან ცხვრები. ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ დაგიძღვებით გალილეაში. პეტრემ უთხრა მას, თუნდაც ყველანი ცდუნდნენ, მაგრამ მე არა. უთხრა მას იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ამ აღამს სანამ მამალი ორჯერ იყივრებდეს, სამჯერ უარ მყოფ. ის კი მეტი თავგამოდებით ეუბნებოდა, თუნდაც რომ მოკვდეს შენთან ერთად არ უარყოფო. ასევე ეუბნებოდნენ სხვებიც. მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელი იყო გეციმანია და უთხრა თავის მოწაფეებს, ისხედით აქ სანამ ვლოცულობ. წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. იწყო წუხილი და ურვა. უთხრა მათ, სასიკვდილოდ არის დამწიხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი. თქვა, აბა მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც შენ. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს, სიმონ გძინავს, ვერ შესძელი ერთ საათს გეფხიზლა. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხოლო ხორცი უძლური. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. მოგრუნდა და მძინარენი პოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მისთვის. და მოვიდა მესამე და უთხრა მათ, თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა, მოვიდა ჟამი. აჰა, კაცისძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. ადექით წავიდეთ, აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი.
ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა მოვიდა იუდა, 1:12 თაგანი და მასთან ერთად ხალხი מחვილებით და კეტებით, მღვდელ მთავართაგან, წიგნობართაგან და უხუცესთაგან. ხოლო მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა, ვისაც მე ვიამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაეყვანეთ. მიეჭრა მას და უთხრა, რაბი, და იამბორა მას. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მღვდელმთავრის მონას და ყუბით ჩაათალა. მაშინ იესომ უთხრა მათ, თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ מחვილებითა და კეტებით მოხველით ჩემ შესაყრობად. ყოველდღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ, მაგრამ რათა აღსრულდეს წერილები. მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველს სხეულზე ტილო მოესხა, მიყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა. მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან. თავი მოეყარა ყველა მღვდელმთავარმა, უხუცესმა და მწიგნობარმა. პეტრემ შორიდან მისდია მას. თვით მღვდელმთავრის ეზომდე, დაჯდა მსახურებთან და ცეცხლთან თვებოდა. ხოლო მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი ეძებდნენ მოწმობას იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. ვინაიდან მრავალი სწამებდა ცილს, მაგრამ ეს მოწმობანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ზოგნი წამოდგნენ და ცილს წამებდნენ მას, ამბობდნენ, ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა. მე დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამდღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო. მაგრამ არც მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. მღვდელმთავარი ჩაჯდა შუაში და კითხა იესოს, ნუ თუ არაფერს უპასუხებ, რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ? ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა. შემდეგ ისევ კითხა მას მღვდელმთავარმა, შენ ახარ ქრისტე ძეკურთხეულისა? იესო მიუგო, მე ვარ. თქვენი ხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს. მაშინ მღვდელმთავარმა შემოეხია სამოსელი და თქვა, რაღაც გვინდა მოწმენი, თქვენ გესმათ გმობა, რა სიტყვით? მაშინ ყველამ დაადო მსჯავრი მას, რომ სიკვდილს იმსახურებდა. ზოგიერთებმა დაუწყეს მას ფურთხება, სახე დაუფარეს და სცემდნენ და ეუბნებოდნენ, იწინასწარმეტყველეო და სახურნის სილას აწმავდნენ. როცა ქვემოთ ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მოახლეთაგანი. როცა დაინახა პეტრე, რომელიც თვებოდა, დააკვირდა და უთხრა, შენც იესო ნაზარეველთან ერთად იყავი. მან უარყო და თქვა, არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობო. და პეტრე გავიდა ეზოს გარეთ და იყივლა მამალმა. მხევალმა რომ დაინახა, იგი კვლავ უთხრა იქ მდგომებს, ესეც იმათთაგანიაო, მან კვლავ უარყო. მცირე ხნის შემდეგ იქ მდგომებმა კვლავ უთხრეს პეტრეს, ნამდვილად იმათგანი ხარ, რადგან შენც ხომ გალილეველი ხარ, ლაპარაკის კილოზე გეტყობაო. პეტრემ გიწყო თავის წყევლა და ფიცილი. არ ვიცნობ იმ კაცს, ვისედაც მელაპარაკებითო. ისვე მეორედ იყივლა მამალმა და პეტრეს გაახსენდა სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა. სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო, გაახსენდა და ატირდა.